დღეს გეტყვით 7 მთავარ ნიშანს, რაც მიუთითებს თირკმლის დაავადებაზე მრავალი წლით ადრე, სანამ ის განვითარდება. თქვენ შეიძლება გაგიგიათ, რომ თირკმლის დაავადება როცა აქ ადამიანს ვერ შარდავს, ქავილი აქვს მთელს ორგანიზმში, ფეხები უშუბდება, სუსტად არის, ენერგია არ აქვს, ქოშინებს, სითხე უგროვდება ფილტვებშიც. მაგრამ ეს სიმპტომები ვითარდება უკვე მერე, როცა ძალიან გვიანია და თირკმლის 70-90% როცა უკვე დაკარგულია და ვერ ფუნქციონირებს. ამ დროს როგორც წესი ძალიან გვიანია ხოლმე თირკმლის მკურნალობა და დიდი აზრი არც აქვს, იმიტომ რომ როცა ეს სიმპტომები განვითარდება ადამიანს, შემდეგ უკვე როგორც წესი ოპცია არის ხოლმე ან დიალიზი და ან ძალიან მძიმედ უნდა იმართოს ესეთი პაციენტი. ამიტომ აქამდე ჯობია რომ არ მივიყვანოთ საქმე. და თუ აქამდე არ გვინდა რომ მივიყვანოთ საქმე, მაშინ ჩვენი ამოცანა არის რომ წლებით ადრე მივხვდეთ, როცა თირკმლის პრობლემა აქვს, რომ განსაკუთრებით გაუფრთხილდეთ თირკმელს და ყურადღება გავამახვილოთ. წლებით ადრე, რადგან თირკმელი როცა ზიანდება, ის არ აღდგება და ეს დაზიანება თირკმლის წლების განმავლობაში ვითარდება. ჩუმად, რადგან როგორც წესი გამოხატული სიმპტომები, რაც აი პირდაპირ გეუბნებათ თირკმელი ზიანდება, ასეთი არ გაგვაჩნია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩუმი სიმპტომების აღმოჩენა, რაც მიუთითებს თირკმლის პრობლემაზე. თირკმელი არის ფილტრი ჩვენს ორგანიზმში, მთავარი გამწმენდია რეალურად ღვიძლთან ერთად ორგანიზმის მთავარი დეტოქს ორგანოა და დიდი რაოდენობით სითხეს ფილტრავს მუდმივად. სითხეში იგულისხმება სისხლი, ჩვენ სისხლს ფილტრავს დაახლოებით დღის განმავლობაში 200 litrს, ანუ სულ მოძრაობს სისხლი თირკმელებში, გადის გამოდის და თან კიდე ცუდი ნარჩენები, ტოქსინები გადის შარდში. ასეთი მექანიზმით მოქმედებს თირკმლის ფილტრი. მაგრამ რა თქმა უნდა, იმისთვის რომ სისხლი გაფილტროს, ძალიან ნაზი სტრუქტურები უნდა გქონდეს, იმიტომ რომ სისხლი არ არის მხოლოდ სითხე, რასაც უყურებთ, შედის უამრავი უჯრედი, უამრავი მოლეკულა, ცილები, ზოგიერთი საჭიროა რომ დატოვოს სისხლში, ზოგიერთი უნდა გაუშვა შარდში და ასე. ანუ ძალიან ფაქიზი ორგანოა, თავისი ფაქიზი სტრუქტურებით. თირკმელი, ამიტომ არის რომ მისი დაზიანება ძალიან ადვილია. საკმარისია რომ გლუკოზა ცოტა მოიმატოს სისხლში, თირკმელი ზიანდება, ნატრიუმი იმატებს, თირკმელი ზიანდება, ნატრიუმის საწინააღმდეგო ასტეროიდებს იღებს ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში, თირკმელი ზიანდება. ამიტომ წლების განმავლობაში ნელ-ნელა ჩუმად ისე ზიანდება თირკმელი, რომ ხშირად ვერ ვგებულობთ ამას ჩვენ. თირკმელს რამდენიმე სხვა ფუნქციაც აქვს, მაგალითად სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას ასტიმულირებს და ამით ანემიისგან გვიცავს, მნიშვნელოვანია ძალიან. სისხლის წნევასაც არეგულირებს, წნევის დამარეგულირებელი ფუნქცია აქვს და სხვა შორის ერთ-ერთი საიდუმლოა ეს ზუსტად წნევის დარეგულირების ფუნქცია, რითიც შეგვიძლია თირკმლის პრობლემები ამოვიცნოთ. რამდენად ხშირია თირკმლის პრობლემები? ძალიან ხშირია. 10-დან 1 ზრდასრულს თირკმლის დაავადება აქვს. ეს თირკმლის დაავადება პროგრესირებს, რა თქმა უნდა, არ ჩერდება. უბრალოდ ჩვენი მიზანი არის რომ მაქსიმალურად შევანელოთ, ისე რომ შეჩერებას გაუტოლოთ. რომ შემოვატრიალოთ, რომ არაჯანსაღი თირკმელიდან ჯანსაღი თირკმელი მივიღოთ, ესეთი რაღაცა როგორც წესი არ ხდება და ეგ ტყუილი იქნება, მაგრამ ის შეგვიძლია რომ დაავადების პროგრესირება შევანელოთ და ეს უკვე დიდი მიღწევა სინამდვილეში. პირველი და ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანი თირკმლის დაავადების არის წნევის მცირედით მომატება. არა საუბარი იმაზე, რომ 180 და 160 რო აქ ადამიანს წნევა, ყველა მიცის მაგ დროს რომ თირკმელი ზიანდება. ამაზე არ არის საუბარი. საუბარია როცა 130 აქ ადამიანს წნევა, ეს შეიძლება მიუთითებდეს თირკმლის დაზიანებაზე და თირკმლის დაზიანების გამო შეიძლება კონდეს ეს წნევა წლების განმავლობაში ცოტათი აწეული. რადგან თირკმლის აპარატი ძალიან გრძნობიარეა, მცირედითაც კი თუ სისხლის მიმოქცევა თირკმელში დარღვეულია, შემცირებულია, ამას თირკმელი აღიქვას და თირკმელს შეუძლია ორგანიზმში წნევის მომატების ბრძანება გასცეს და ზუსტად ამას აკეთებს ხოლმე. როცა მაგალითად თირკმელი დაზიანდა მცირედითაც კი, თირკმელი აღიქვას იმას, რომ თუ დაზიანებულია, სისხლის მიმოქცევა მოშლილია რაღაც დონეზე. ამ სისხლის მიმოქცევის შემცირებას აღიქვას და ორგანიზმს აძლევს ბრძანებას, რომ სისხლის წნევა მოიმატოს და წნევა იმატებს კომპენსატორულად. ანუ ამიტომ ადამიანი ვერ ხედავს სხვა ვერაფერს სიმპტომს, გარდა იმისა, რომ წნევა არის ცოტათი მომატებული და ეს მომატებული წნევა შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში, 5 წელი, 6 წელი, 10 წელი ზოგ შემთხვევაში და არის 130, 140 და არიან ადამიანები რომ ამბობენ, რომ აიცი 140 მაგ წნევა, მაგრამ რა ვიცი ესე მაგ არაფერი არ მჭირს, მშვენივრად ვარ და არაფერი არ მაწუხებს და არც განსაკუთრებული შეიძლება არც რაღაცა ჭარბი წონა არ ქონდეს ამ ადამიანს, არამედ განსაკუთრებული წინაპირობა არ ქონდეს, რაზეც შეიძლება იფიქრო, რომ აი ამის გამო და სინამდვილეში შეიძლება იყოს თირკმლის პრობლემა.
თუმცა რა თქმა უნდა ესე ჰაერზეც არ ზიანდება თირკმელი რომ თქვათ რომ ესე თირკმელი ნებისმიერ ადამიანს უზიანდება და მერე წნევა იმატებს ესე მოწმენდილ ცაზე როგორც წესი ეგეც არ ხდება ხოლმე ყველაზე მთავარი მიზეზი როგორც წესი არის ჰიპერგლიკემია ან მაღალი შაქარი ანუ შაქარი ან დიაბეტი მეტაბოლური სინდრომი ეგ არის ხოლმე ყველაზე ხშირად თირკმელებს რაც აზიანებს და ქრონიკული ანთება ქრონიკული დაავადების შედეგად ქრონიკული ანთება ორგანიზმში ჭარბი წონა და მოწევა ეს არის მთავარი პრობლემები რის შედეგადაც ნელ-ნელა ზიანდება თირკმელი და შემდეგ წნევა იმატებს ნელ-ნელა. ამის მექანიზმი ის არის ხოლმე რომ როცა თირკმელი ზიანდება ენდოთელიუმის დისფუნქცია ხდება ანუ სისხლძარღვები მცირე სისხლძარღვები თავის ფუნქციას კარგავენ და მათ უნდა გამოიმუშაონ აზოტის ოქსიდი და ეს აზოტის ოქსიდი აფართოებს სისხლძარღვებს რომ სისხლის მოქცევა იყოს ნორმალური თუ კი აზოტის ოქსიდი არ გამომუშავდება სისხლძარღვები შევიწროებული რჩება და აი ამ შევიწროებულ სისხლძარღვებს აღიქვას თირკმელი და აგზავნის სიგნალს რომ მოუმატოს წნევა იმიტომ რომ გონია რომ ორგანიზმში წნევა არის დაბალი და აქვე შეიძლება ადამიანს კონდეს კითხვა რომ აი თქვა ხა მე წნევა მაქვს 130 და ეს ნიშნავს იმას რომ თირკმლის პრობლემა მაქვს თუ არა ყველაზე პრაქტიკული რამ რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ამ დროს ეს არის შარდის ალბუმინის ტესტი მიკროალბუმინ ურიაზე ეს ნიშნავს რომ მცირე პატარა პროტეინები რომელსაც წესით თირკმელი არ უნდა უშვებდეს შარდში თუ არის შარდში ეს ნიშნავს რომ თირკმელი უკვე რაღაც ზონაზე დაზიანებულია და თირკმელი იმ ცილებს რომელსაც არ უნდა ფილტრავდეს ფილტრავს და სისხლიდან შარდში გადმოდის და ამიტომ შარდში გვაქვს მცირე ცილები ამიტომ თუ კი ეჭვი გაქვთ თირკმლის პრობლემაზე შესაძლებელია პირველ რიგში გააკეთოს ეს ტესტი ადამიანმა შარდის ალბუმინის ტესტი ასე ქვია მეორე ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანი იმის რომ ადამიანს თირკმლის პრობლემა აქვს არის ღამით შარდა. ღამით შარდა განსაკუთრებით თუ ერთზე მეტჯერ იღვიძებ ღამის განმავლობაში რომ მოშარდო რეგულარულად ეს უკვე კლინიკურად მნიშვნელოვნად მიიჩნევა რადგან ადამიანი ნორმალურად ღამე არ უნდა ეღვიძებოდეს რამდენჯერმე მოსაშარდად შესაძლებელია ზოგ შემთხვევაში რომ ადამიანი ღამე შარდავდეს და ეს არ იყოს დაავადება მაგრამ თუ ამას რეგულარული ხასიათი აქვს ეგ უკვე პრობლემაა რადგან ზოგადად ორგანიზმს აქვს უნარი რომ მეტი ვაზოპრესინი გამოიმუშაოს ღამე ეს არის ანტიდიურეზული ჰორმონი და რას აკეთებს ეს ჰორმონი რო გამომუშავდება ნაკლები შარდი გამომუშავდება თირკმელებით და ნაკლები შარდი ნიშნავს რომ ღამე პრაქტიკულად მოშარდვა არ უნდება ადამიანს ნუ დილით კი რო დგება მერე კი და ამიტომ თუ ადამიანი სრულად ჯანმრთელია ღამე მოშარდვის აუცილებლობა როგორც წესი არ აქვს ან ერთხელ შესაძლებელია ზოგჯერ ერთხელ ან უმეტესად არა ეს არის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი რომ ან უმეტესად არ უნდა დგებოდე ღამე შარდზე მაგრამ თუ დგები ერთხელ უნდა დგებოდე და ისიც ყოველთვის არა ეს ნიშნავს რომ ძალიან ჯანმრთელი თირკმელები გაქვს მაგრამ თუ ღამე რეგულარულად დგები ერთხელ მაინც მოსაშარდად ეს უკვე კითხვის ნიშნებს ბადებს და თუ ერთზე მეტჯერ უკვე კლინიკურად მნიშვნელოვანია და შემდეგ კვლევებს საჭიროებს მესამე ნიშანი რაც თირკმლის პრობლემაზე მიუთითებს და ადრეულ პრობლემაზე მიუთითებს არის მარილის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა რაც ნიშნავს მარტივად რომ თქვა როცა მარილს იღებ წნევა გემატება ეგ არის მთავარი აზრი თუ კი თირკმელები ძალიან ჯანმრთელია მათ ადვილად შეუძლიათ ზედმეტი მარილისგან გაწმინდონ ორგანიზმი ან მარილს გაუშვეს მოკლედ შარდში მაგრამ თუ თირკმლის პრობლემა აქვს ადამიანს საკმარისად მარილისგან ვერ წმენს ორგანიზმს და მარილი გროვდება ორგანიზმში ამის მიმართ ორგანიზმი ჰიპერმგრძნობიარეა და სისხლის წნევა იმატებს და ასეთია მარილის მიმართ სენსიტიური მაღალი წნევა არის ადამიანების 50% შემთხვევაში ვისაც წნევა აქვს ანუ უზომოდ გავრცელებულია და ხშირია მარილის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა და ასეთ ადამიანებს თითქმის 80%-ს შემდეგ განვითარდება თირკმლის დაავადება ანუ მარილის მიმართ მგრძნობიარე თირკმელები უკვე ნიშნავს რომ თირკმელებს მომავალში პრობლემა შეექმნება თუ კი მარილიანი ჭამაზე შენ წნევა გემატება ეს ნიშნავს რომ თირკმელებიც მისახედია და ყურადღება მისაქცევია ზოგი ადამიანი პირდაპირ ვერ ხვდება მაგალითად მნიშვნელოვნად შეიძლება წნევა არ მოემატოს მაგრამ შეშუპება მარილიანის ჭამის შემდეგ მნიშვნელოვნად მოემატოს სახეზე თვალების გარშემო ხელების ფეხების მაგალითად არის ხოლმე რომ როცა ის უკეთიათ ბეჭედი აი ბეჭედმა მომიჭირა ამბობენ და რაღაც ხო იმიტომ რომ უშუპდებათ და ან მიშუპდება ხელები და ფეხები რომ ამბობენ გიშუპდება როგორც წესი იმიტომ რომ თირკმლის პრობლემა
იწყება არა ძალიან გამოხატული, მაგრამ იწყება და მარილის მიმართ გაქვს ჰიპერმგრძნობელობა, როგორც წესი ასე. მეოთხე ხშირი ნიშანი არის თვალების გარშემო შესიება. თვალის უპეები რო გაიღვიძებ და შეშუპებული რო აქ ადამიანს თვალის გარშემო, ეს თვალის გარშემო ქსოვილი არის ძალიან ნაზი. ძალიან ნაზი და სტრუქტურულად არის რომ დასიებული შეშუპებული რო აქ ადამიანს თვალის გარშემო, ეს თვალის გარშემო ქსოვილი არის ძალიან ნაზი. ძალიან ნაზი და სტრუქტურულად არის არამყარი. ანუ ერთ-ერთი ყველაზე ნაზი სტრუქტურა რაც კანის გვაქვს თელ ჩვენს კანზე რაც გვაქვს, ყველაზე დაუცველი და სტრუქტურულად არამდგრადი ნაწილი ჩვენს ორგანიზმში არის თვალების გარშემო და მცირე სითხის მიმოქცევის დარღვევაც კი აისახება თვალებზე. ამიტომ არო საკმარისია ადამიანი დაწვეს 6-7 საათი ეძინოს, ადგეს და თვალები შეიძლება ცოტა უფრო დასიებული ქონდეს. და ეს შეშუპება გაივლის, რა თქმა უნდა, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაივლის და ეს ნორმალურია ბევრი ადამიანისთვის. ზოგჯერ ალკოჰოლის მიღების მერე, ან სტრესის მერე, ტირილის, ძილის, შეიძლება უძილობის და ასე. ან სხვა სტრესის გამო შესაძლებელია კი, რომ თვალები შეუშუპდეს, ან თვალების გარშემო ქსოვილები შეუშუპდეს ადამიანს, მაგრამ თუ კი ეს ხდება რეგულარულად და თუ კი ეს უარესდება დროთა განმავლობაში და თუ კი ადგომიდან რამდენიმე საათის განმავლობაში არ გადის თვალების შეშუპება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ თირკმლის პრობლემებია. თირკმლის პრობლემები ეს გამო რატო ვითარდება? თირკმელმა უნდა შეინახოს, შეიკავოს ცილა სისხლში. სისხლში ცილა აუცილებელია, იმიტომ რომ სადაც ცილა, იმას მიყვება წყალიც. და თუ კი დაიკარგა ცილა, თირკმელმა თუ გაფილტრა ცილა და შარში გადავიდა ცილა, სისხლში ნაკლები ცილა იქნება. ნაკლები ცილა როცა ვეღარ იკავებს სისხლი წყალს და სისხლიდან წყალი სითხე იჟონება სისხლძარღვებში, სისხლძარღვებიდან ქსოვილებში და მათ შორის ვინაიდან აქ ძალიან ნაზი, სენსიტიური და მგრძნობიარე კანი გვაქვს და თხელი და სტრუქტურულად არამდგრადი, ის მცირე გაჟონვაც კი, რასაც ესა გაჟონვა არ არის, რა თქმა უნდა, უზარმაზარი, ისე რომ ფილტვებში წყალი არ ჩადგება ამის გამო და ფეხები არ შეუშუპდება ადამიანს, მაგრამ ძალიან მცირე გაჟონვაც კი ვიზუალურად ჩანს და აღიქმება ჩვენს მიერ, როცა თვალის გარშემო ხდება ეს გაჟონვა. ანუ ცილების დაკარგვის გამოა. რო თქვათ, რომ თირკმლის 20 წლით ადრე თვალების შეშუპება ეწყება ადამიანს, თირკმლის დაავადება განვითარდება, ასე არ არის. ბევრად უფრო ადრეული ნიშანია წნევის მომატება, მაგალითად. ასევე ღამის შარდვაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის. ღამის შარდვა რატო ვითარდება ხოლმე? მისი მექანიზმი რა არის? რომ ანუ ღამის შარდვის მექანიზმი არის, რომ წესით ხომ, წეს თირკმელს აქვს ეგეთი ფუნქცია, რომ სისხლის სითხეს მოკლედ თითქმის ყველაფერს გაფილტრავს თავიდან და მერე ისე უკან შეაბრუნებს სისხლში და ესე ტრიალებს მუდმივად. ანუ ამ სითხეს მოკლედ გამოუშვებს, გაფილტრავს, მერე ისე უკან შეაბრუნებს, რაც ჭირდება, გაუშვებს შარში, რაც არ ჭირდება, ისე უკან შეაბრუნებს და ესე ტრიალებს. და როცა თირკმელი ზიანდება, ზუსტად ის აპარატი ზიანდება პირველ რიგში, ის მილაკები, რომელიც სითხის ორგანიზმში უკან შებრუნებაზეა პასუხისმგებელი და ამიტომ შარდში უფრო მეტი სითხე გადადის. აი ეს არის ხოლმე რატომაც ღამე უნდება ადამიანს ანუ ღამე უფრო მეტ შარდს წარმოქმნის, ვიდრე უნდა წარმოქმნიდეს. ეგ არის მთავარი აზრი. ხო. და ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ მექანიზმი სხვადასხვა, მაგალითად ღამის შარდვა სხვა მიზეზის გამო იმატებს და თვალების შეშუპება იმის გამო იმატებს, რომ შარდში ცილები გადადის და ცილები რო გადადის, კიდე გარშემო სითხე იჟონება სისხლძარღვებიდან და შემდეგ ქსოვილები შუპდება. ეგ არის პრობლემა. ამ თვალების შეშუპებაზე, რა თქმა უნდა, ადამიანი არ უნდა დაშინდეს და არ უნდა იფიქროს, რომ თვალები მიშუპდება და ეხლა ჩემს თირკმელებს დაერხა, ყოველთვის ესე არ არის, რა თქმა უნდა უყურო კონტექსტს, ანუ კონტექსტით უნდა უყურო. მაგალითად, თუ კი ეს თვალების შეშუპება არის მუდმივი, დროთა განმავლობაში უარესდება, თუ კი ხედავ, რომ ხელები და ფეხებიც გიშუპდება, მაშინ ეს თირკმელია. თუ თვალების შეშუპება ქაფიან შარდთან ერთად არის, როგორც წესი ეს თირკმელია. თუ თვალების შეშუპება მაღალ წნევასთან ერთად არის 140 და 150 და 160, როგორც წესი ეს თირკმელების პრობლემაც არის. მაგრამ თუ კი თვალების შეშუპება უბრალოდ შენ ბავშვობიდან გახასიათებს და ეხლაც გაქვს და რო ადგები უცებ რამდენიმე საათის განმავლობაში გაივლის,
მაშინ ეს როგორც წესი თირკმელების ბრალი არ არის. მეხუთე მნიშვნელოვანი ნიშანი, რითიც შეგვიძლია მივხვდეს, რომ თირკმელებს აქვს პრობლემა, ეს არის კრეატინის მომატება სისხლში. ეს არის ტესტი კრეატინინის და აქ საქმე იმაშია, რომ ადრეულად კრეატინი შეიძლება ნორმაში იყოს და აი გატესტო კრეატინის დონე, თქვა 0.7-დან 1.3 მგ დეცილიტრზეა ნორმა და ნახე რომ ნორმაშია, 1 და 1-ია, 1 და 2-ია. ხო, ზედაზღვართან არის, მაგრამ ნორმაშია და გავეძლება რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ შეიძლება ეს იყოს თირკმლის დაავადების ადრეული ნიშანი და ბევრ შემთხვევაში ასეა. განსაკუთრებით კრეატინის თუ უყურებ დროთა განმავლობაში, მაგალითად შარშან თუ ქონდა 0.7-ან 0.8 და წეს 0.9 და მომავალ წელს უკვე 1.0, აი ეს ტენდენცია მიუხედავად იმისა, რომ ნორმის ფარგლებშია, თუ კი ტენდენცია ზრდადია, მაშინ მიიჩნევა, რომ ეს პრობლემაა, მიიჩნევა, რომ თირკმლის დაავადება ვითარდება, ან რაღაც ეტაპზე არის უკვე. ეხლა რაშია საქმე? კრეატინზე არა, კრეატინის სხვა რაღაცაა, კრეატინინი სხვა რაღაცაა, თუმცა დაკავშირებული არის რაღაცით ერთმანეთთან. რა კავშირია მაგათთან ისა, რომ აი კრეატინი არის საწვავი და კრეატინინი არის კვამლი, რომელიც საწვავის დაწვის შედეგად გამოიყოფა. დაახლოებით ეგ კავშირიათ მაგათ, რომ ეს კრეატინს ჩვენი ორგანიზმი იყენებს როგორც საწვავს და კრეატინინი არის უკვე კრეატინის და კიდე სხვა ფოსფოკრეატინის დაშლის შედეგი. ეგ არის აზრი მოკლედ და ეს კრეატინინი ორგანიზმს არ ჭირდება, ორგანიზმს არის ზედმეტი ბარგი მოკლედ და ამიტომ უნდა გამოდევნოს ორგანიზმიდან, როგორც ეს საკვამური უშვებს კვამლს, აი ესე უნდა გამოდევნოს შარდიდან კრეატინინი და კრეატინი თუ საკმარისად თავისუფლად ვერ ფილტრავს თირკმელი, ეს მიუთითებს თირკმლის დაზიანებას. ეგ არის პრობლემა და ამიტომ არის რომ თუ კი კრეატინინი მომატებულია, ეს მიუთითებს თირკმლის პრობლემაზე და ესე შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი და გლომერულური ფილტრაციის ხარისხი გამოითვლება ხოლმე მე აი კრეატინინის დონიდან გამომდინარე და მაგასაც ხშირად იყენებენ უროლოგიაში თირკმლის ფუნქციის განსაზღვრისთვის. მეექვსე მდგომარეობა, რაც მიუთითებს თირკმლის ფუნქციის მოშლაზე და თირკმლის დაზიანებაზე არის ტრიგლიცერიდების დონის მომატება. ამ ცხიმების მოკლედ სისხლში აქ არის ეს რაღაცა, რომ როცა თირკმლის ფუნქცია იკლებს, აქტივობა ფერმენტის, ეს ლიპოპროტეინი, ლიპაზა ქვია მოკლედ, ეგეთი ფერმენტია, რომელიც შლის ერთ-ერთ სახეობის ცხიმებს რა და მაგის დაშლა არის შემცირებული მოკლედ და შედეგად მეტი ტრიგლიცერიდები დაცურავენ იმაში სისხლში. ეგ არის მუღამი, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ის ფერმენტი, რომელიც აი ამ ცხიმებს უნდა შლიდეს, ვერ ფუნქციონირებს სათანადოდ არ არის საკმარისი რაოდენობით. ეგ არის აზრი. და როცა ტრიგლიცერიდები მეტია სისხლში, ეგ მიუთითებს იმაზე, ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ თირკმელში რაღაცა პრობლემა. არა ყოველთვის, მაგრამ ხშირად. არა ყოველთვის, იმიტომ რომ კვებაზეცაა ტრიგლიცერიდები დამოკიდებული. თუ ბევრ ცხიმს ჭამს ადამიანი და თან თუ ჭარბწონიანია, ტრიგლიცერიდები მომატებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ თირკმლის ფუნქცია შეიძლება ნორმაში იყოს. და მეშვიდე ნიშანი არის ქაფიანი შარდი. ქაფიანი შარდი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია იმის, რომ თირკმელს აქვს პრობლემა. ქაფიანი შარდი რატომ ვითარდება? მოკლედ, ჩვენ ხო ვიცით, რომ წესით თირკმელმა არ უნდა გაფილტროს ცილა, ანუ ცილა არ უნდა გადავიდეს შარდში. მაგრამ როცა ცილა შარდში გადადის, როცა თირკმლის სტრუქტურა დარღვეულია, თირკმლის ძალიან თხელი ენდოთელიუმი აქვს და ნაზი თირკმელს და როცა ეს ირღვევა, სამმაგი დაცვა აქვს, მაგრამ არ შველის ეს სამმაგი დაცვა და მაინც იჟონება ცილები. ცილები როცა იჟონება შარდში, შემდეგ ის ქაფს იკიდებს. როგორ უნდა გავარჩიოთ ახლა დილით რომ მოშარდავს ძლიერი იმითი დინებით შარს ადამიანი, ხო? ის შეიძლება იყოს ქაფიანი, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ თირკმელი დაზიანებულია. ეს ქაფი 1 წუთის ფარგლებში გაივლის. თუ 1 წუთის ფარგლებში გადის, ეგ ქაფი არ არის საშიში და ეგ არ ნიშნავს ცილებს. მაგრამ ეს ქაფი თუ არის ცოტა სქელი, მყარი და მდგრადი დიდხანს ჩერდება, მაშინ ნიშნავს რომ ცილაა შარდში და ეგ მნიშვნელოვანია. ხო, ეს არ უნდა აგვერიოს კიდე რომ ზოგჯერ ეს ტუალეტის სახეხები და რაღაც ისინი როა საწმენდები, ხო, ეგ ქაფდება და ეგ არ უნდა შეეშინდეს ადამიანს, რომ ის შეიძლება აკაფდეს მოშარდის მერე და არ იფიქროს, რომ ცილა შარდში მაქვს არა. როცა ხედავს ადამიანი რომ რეგულარულად აი დაახლოებით ისეთი ქაფი, როგორც ეკიდება ლუდის ქაფი, როგორც არის და თან მდგრადი რამდენიმე ხნის განმავლობაში ჩერდება. ეგეთი ქაფი ნიშნავს, რომ თირკმელში რაღაცა პრობლემაა, რადგან ცილები ჟონავს შარდში. და მარტივად მისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ჩვენი თირკმელი შედარებით დავიცვათ. პირველი არის, რომ წნევა შეინარჩუნე 120-ს ქვევით. ეს ყველაზე მთავარია, რადგან მაღალი წნევა პირდაპირ აზიანებს
თირკმლის სისხლძარღვებს და თირკმელებს აზიანებს პირდაპირ. ამიტომ მნიშვნელოვანი რომ სისხლის წნევა შევინარჩუნოთ 130 ქვევით. 130-ის ქვევით უნდა იყოს და ქვედა მაჩვენებელი სასურველია რომ 80 იყოს ან 80 ქვევით. მაგრამ აი მაგალითად 90 და ზევით და ესე არ არის სასურველი. მეორე რისი გაკეთება შეგიძლია არის რომ შარდის ალბუმინის ტესტი გააკეთო, ჩაიტარო ყოველ წელს, რათა შენ თირკმლის მდგომარეობა აკონტროლო. ეს ალბუმინები ძალიან გრძნობიარეა მოკლედ თირკმლის ფუნქციის ცვლილებაზე და ამიტომ ეგრევე შესაძლებელია მიკროალბუმინურია, ანუ მცირე შარდში ცილა შენიშნო ამით. ნატრიუმის მიღების შემცირება ერთ-ერთი თირკმლის დაცვა, ანუ 2.3 გრამამდე დღის განმავლობაში, მაგრამ ბევრი ნატრიუმს ვიღებს სამწუხაროდ ადამიანები ჩვენი კვებიდან გამომდინარე და ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ შედარებით ნაკლები მივიღოთ. შაქრის დონე უნდა გააკონტროლოს. შაქარიც პირდაპირ აზიანებს თირკმელებს და ამიტომ ანუ შაქარი დიაბეტი არ უნდა გაგექცეს, მოკლედ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჯანსაღი წონის შენარჩუნება, რადგან როდესაც წონა დიდია, ჰიპერფილტრაცია უწევს თირკმელებს და ეგ თირკმელებისთვის დიდი სტრესია. ანთების საწარმოო არასტეროიდები დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა გამოიყენო, რადგან იბუპროფენი და დიკლოფენაკი მაგალითად პროსტაგლანდინების დონეს ამცირებს ანთებითი მედიატორებს და ეს პროსტაგლანდინები აუცილებელია თირკმლის სისხლის დინებისთვის. ამიტომ დიდხანს მათი გამოყენება ტოქსიურია თირკმლისთვის. ამიტომ არ ვფიქრობთ რომ ვინაიდან ძალიან გავრცელებულია ანთების საწარმოო პრეპარატები, აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს, არა თირკმლისთვის პრობლემა, ამიტომ არა მათი გამოყენება ხანგრძლივად საჭირო. მნიშვნელოვანია ასევე რომ წყალი მიიღოს ადამიანმა საკმარის რაოდენობა, მაგრამ ძალიან ზედმეტი წყალიც არ არის სასურველი, რადგან ზედმეტი ოვერჰიდრაციაც სტრესია თირკმელებისთვის, ისევე როგორც დეჰიდრატაციაც. ანუ არ ძალიან ბევრი, არ ძალიან ცოტა. დაახლოებით 8 წყალი დღის განმავლობაში რომ მიიღოს ადამიანმა, ყველაფრიანად სადღაც 2.5 ლიტრა რა, ან თავის ჩაებიანად და სიცხეებიანად ჯამში რომ გამოვიდეს, ეგ იქნება საუკეთესო და მოწევისთვის თავის დანებება მნიშვნელოვანია, რადგან მოწევა პირდაპირ აზიანებს სისხლძარღვებს, ავიწროებს სისხლძარღვებს და ეგ თირკმლისთვის პრობლემაა და ასევე რა თქმა უნდა ჯანსაღი კვება, რადგან ეს დანამატები, ბევრი ტოქსინები, რომელიც საკვებში, ულტრაპროცესირებულ საკვებში შედის და ბევრი ნატრიუმი თირკმლისთვის დამატებითი სტრესია. აი ეს იყო რის თქმა წმინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ. თუ დონაციების სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები ანგარიშის ნომრები მოქმედებული ვიდეოს აღწერაში და მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის. თითოეული თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი, არა საუბარი მხოლოდ დონაციაზე. თუნდაც ლაიქი, თუნდაც კომენტარის დაწერა, თუნდაც არხის გამოწერა, ნებისმიერი თქვენი აქტივობა მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის.